გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. მეგობრებო, ხომ გახსოვთ ბრიტანეთის ელჩმა შალვა პაპუაშვილს თავის დროზე რომ უბრძანა რუსული ბუნებრივი აირი და საწვავი აღარ შემოიტანათო. დიახ, და პაპუაშვილმა რომ უთხრა, მერე ჩვენთან ყველაფერი რომ გაძვირდება, რა ვქნათ? და დიდმა ბრიტანელმა ელჩმა დიდი ბრიტანული პირდაპირობით უპასუხა, მერე რა ჩვენთანაც ყველაფერი გააძვირდა და თქვენც ძვირი გადაიხადეთო. ანუ ბრიტანეთმა ფანჯრიდან რო ისკუპოს ჩვენს ვალდებულნი ვართ მას მივყვეთ და რატომ? განა ჩვენ მათი დაშლილი იმპერიის ნაწილი ვართ, ან ოდესმე მაინც ყოფილ ვართ? Странно. ისე კი შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში შიდა მოხმარების პროდუქტი წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე არის $52,000 და ჩვენთან კი $8,000-ია. და ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ყველა სანქციას მიუერთეთ, რაც ევროპეიდული რასის ატლანტურ ბალტიური შტოს შთამომავლებს მოეპრიანებათ. მაგრამ ბრიტანელი ელჩისთვის ამ ყველაფერს არაფერი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი ხუშტურისთვის ყველამ უნდა გაიჭიროს და ქამრები შემოიჭიროს. განსხვავება ის იქნება, რომ ანგლოსაქსი ქამარს 1 ნახრეტით დაავიწროებს და ქართველი კი 8 ნახრეტით. იგრძენით განსხვავება, როგორც ამას პეტროციუსი ამბობდა. და რაც მთავარია, საქართველოს რუსეთს სანქციებს რომ დაუწესებს, რუსეთი ხომ აუცილებლად ჩამოიშლება, დიახ. ქართული სანქციები ჩალის ის უკანასკნელი ღერი იქნება, რომელიც აკლემს, ამ შემთხვევაში კი რუსეთს ხერხემალს გადაუმტრევს. მეგობრებო, დიდი ხანია მივეცი ჩემ თავს სიტყვა, რომ ყურადღება აღარ მევაქციო ჩვენი დიდი უცხოელების გამოხტობებს. სიტყვა კი მივეცი, მაგრამ ვერ ვასრულებ ამ სიტყვას. ყოველ ჯერზე მაკვირვებს სიბრიყვის მასშტაბი, რის დემონსტრირებასაც ისინი ახდენენ და განამხოლოდ ჩვენ მიმართ. მაგრამ სხვების მიმართ რას აკეთებენ, ეს მე ნაკლებად მაინტერესებს. მაინტერესებს ჩვენ რას გადაგვეკიდნენ. გასაგებია, რატომაც გადაგვეკიდნენ. არ ვემორჩილებით. არ ვიკლავთ თავს, არ ვითხრით საფლავს, არ ვეშვებით უფსკულში, არ ვქმნით რეგიონში აურზაურს. დიახ, და ამაზე გიждდებიან როგორ თუ არ ვასრულებთ მათ სურვილს. ისინი ხო ბრიტანელები არიან. ერთდროს უძლიერესი იმპერია, რომლის მოსახლეობა თავის დროზე 400 მილიონ ადამიანს აღწევდა, რომელიც ზღვების მბრძანებელი იყო, რომელმაც მსოფლიოში რა საგანძურიც ნახა, მიითვისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ დროს პატარა, მაგრამ ამაყი სამხრეთ კავკასიური ქვეყანა ბედავს და მას ეწინააღმდეგება. არ უჯერებს, არ იფატრავს მუცელს, არ ცვლის მთავრობას. დიახ, მთავარი ხომ ესაა ანგლოსაქსებისთვის. კართაგენი უნდა დაინგრეს, ანუ დაუმორჩილებელი მთავრობა უნდა შეიცვალოს. და რატომ უნდა შეიცვალოს? იმიტომ რომ ყოფილ იმპერიას უნდა ისეთი მთავრობა, რომელიც რუსეთს დაასანქცირებს. დიდი ბრიტანელები არ არიან უჭკუონი. დარწმუნებულია, რომ მათ მშვენივრად იციან, რა ძალა და ღონე გვაქვს ჩვენ და ის, რომ ჩვენი სანქციები რუსეთისთვის იგივე იქნება, რაც კოღოს ნაკბენი ბეჰემოტისთვის. ეს ესმით მაგათ. მაშინ რატომ უნდა ჩვენი განადგურება? და ის, რომ ჩვენ თუ ყველაფერს მათი დავალებით შევასრულებთ, მართლა განადგურების გზაზე დავდგებით, ამაში განა ვინმეს ეჭვებარება, არც არავის. მაგრამ ისინი მაინც ჯიუტად გვიკინიჟინებენ, რომ მათ გზას გავყვეთ. მე მგონი, რომ უბრალოდ სხვების დასანახად ცდილობენ ამ სადამჟელო აქციების ჩატარებას. დიახ, სხვა პატარა ქვეყნების დასანახავად. აბა ამერიკის შეერთებულ შტატებს ან და ევროპის წამყვან ქვეყნებს ისინი ასე ცხვირაბზეკილ ლაპარაკს ვერ გაუბედავენ. ჩვენთან კი შეიძლება. ამიტომაც გამოგვიცხადეს სანქციები ჩვენი და იმედის ტელევიზიების მიმართ. და სანქციების საბაბი იმდენად აბსურდულია, რომ ცოტა შეურაცხყოფილი ვარ. ანუ რა ბრიყვები ვგონი ვართ ქართული მოსახლეობა, თუ კი ამ ბოდვას, რაცაც ისინი ჩვენ შესახებ ბოდავენ, დავიჯერებთ. ცოტა ტვინის განძრევაც არ იკადრეს, რომ უფრო საფუძვლიანი მიზეზი შეეთხსათ, მაგრამ ძნელია იმის შეთხსა,
რაც ბუნებაში არ არსებობს. ხო და ამიტომაც თქვენს ის რაც თქვენს სანქციების მიზეზი რომ წავიკითხე და რომ არაფერი მცოდნო და ვიფიქრებდი რომ რუსეთს ომი იმედმა და ჩვენმა ტელევიზიამ დააწყებინა და პუტინი კი ჩვენს კოლექტივში იყო გამოზრდილი. კარგი, ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი ბოდვაა, მაგრამ სადმე კუალა-ლუმპურში, ან მადაგასკარში, ან არგენტინაში, ან და ახლა უკვე ძალიან პოპულარულ გრენლანდიაში, ვინც საქართველოს შესახებ არაფერი იცის, ხომ მიფიქრებს, ეს რა სატანისტური ქვეყანაა, თუ კი ასეთი რამ შეუძლია და აკეთებს. და ჩემთვის ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ინგლისი ის ქვეყანაა, რომლის კულტურაზეც ვარ აღზრდილი, რომლის ლიტერატურა და განსაკუთრებით კი პოპულარული მუსიკა ყოველთვის სათაყვანო იყო. ჩემთვის ასეთივე დარჩება მუდამ. მაგრამ ალბათ ჩვენი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ შეგვეძლოს ხოლმე ბუზები და კატლეტები ერთმანეთისგან გავარჩიოთ და რაც არ უნდა გასკდეს ნაკერავზე Mi-6 ბრიტანეთის კულტურა ჩემთვის მაინც საყვარელი დარჩება. ისევე როგორც რუსული, დიახ. თავრობები მოდიან და Pink Floyd-ი კი უცვლელი რჩება. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.